ჯარის მობილიზება, იმედია ყველაფერი კარგად არის. ამ ადგილას მოხდა ატომური აფეთქების მერე ყველაზე დიდი აფეთქება დედამიწაზე, რაც კი მომხდარა. სალამი ყველას ბეირუთიდან. ლიბანის დროით 12 საათია. გუშინ ღამით ჩამოვფრინდი ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში და შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში თქვენთან ერთად ვიმოგზაურებ ქვეყნის გარშემო და ვნახავთ ერთად ავთენტურ ლიბანს, როგორც ის არის და ყოველგვარი ფილტრების და შელამაზებების გარეშე. ეხლა ამ წამს მე ვიმყოფები მოწამეთა წამებულთა მოედანზე, რომელიც 1916 წელს 6 მაისს მომხდარ ამბავთან არის დაკავშირებული. ეს ამბავი მდგომარეობს იმაში, რომ ამ ადგილას ჩამოახრჩვეს 14 ლიბანელი და სირიელი აქტივისტი, რომლებიც ოსმალეთის იმპერიისგან ითხოვდნენ დამოუკიდებლობას. ეს ქვეყანა, რომ კონტრასტების ქვეყანაა, აი ამ მოედანზე განსაკუთრებით იგრძნობა ერთი შეხედვით. არანაირი დაკვირვება არ გჭირდება და ანალიზი არ გჭირდება იმისთვის, რომ შეხედო ალამინის მეჩეთს, თქვენს წინ არის ალამინის მეჩეთი და მეორეს მხრივ გვერდით ნახოთ საკათედრო ტაძარი, მარონიტების წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარი, რომელიც არის სიმბოლო მრავალფეროვნების ამ ქვეყანაში. ამ მეჩეთის მშენებლობა, რასაც ახლა თქვენ წინ ხედავთ, დაიწყო ლიბანის ორგზის პრემიერ-მინისტრმა რაფიქ ჰარარიმ, რომელიც სამწუხაროდ ვერ მოესწრო მშენებლობის დასრულებას. 2002 წელს არის მშენებლობა დაწყებული. რაფიქ ჰარარი იყო ორგზის პრემიერ-მინისტრი ლიბანის, მილიარდერი, პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც 2005 წელს თავის თანმხლებ პირებთან ერთად თავის საყვარელ მანქანაში აფეთქეს და გამოასალმეს სიცოცხლეს, რასაც ძალიან დიდი პოლიტიკური ამბების დასაწყისი მოყვა. ნებისმიერი პოლიტიკური მოძრაობა, ნებისმიერი სოციალური მოძრაობა, ნებისმიერი მოთხოვნა, რევოლუციები, ყველაფერი უკავშირდება აი ამ ადგილს, მოწამეთა მოედანს. აი ხა ცოტა ექსტრემალურად უნდა გადავიდე, გადავყვეთო ქუჩა. მასშტაბები რო წარმოგადგენინოთ, ხანახარ რთულია ხოლმე ვიდეოში აღქმა, აი ამ მინარეთის სიგრძე, სიმაღლე არის 68 მეტრი. რაფიქ ჰარირის მემორიალი, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული ამ მეჩეთის და ლიბანში მიმდინარე სამოქალაქო ომის შემდგომ სოლიდარიტეტის ფარგლებში შექმნილი ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა მიწასთან გასწორებული ბეირუთისა თუ სხვა ქალაქების ინფრასტრუქტურის აღდგენას. გუშინ ღამით ჩამოვფრინდი და ინტერნეტი არ მქონდა, აეროპორტში კატასტროფული ფასები იყო სიმბარათებზე და მე ყოველთვის ვამჯობინებ ხოლმე სიმბარათების გამოყენებას, როცა ჩავდივარ კონკრეტულ ქვეყანაში. და მოკლედ რომ გამოვედი გარეთ და ვცდილობდი რომ გამერკვია როგორ უნდა წავსულიყავი დაუნთაუნში, გავიცანი ერთი კაცი, რომელსაც გამოველაპარაკე და რა თქმა უნდა ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებით აბსოლუტურად უფასოდ ჩამომაგრიალა დაუნთაუნში. ხო და ხვიჩას გამომარჯოს კიდე ერთხელ აგერ ამ მოედნიდან და ბეირუთიდან. მეჩეთი კი დაკეტილია და პერიოდულად ლოცვების დროს იხსნება, მაგრამ გონი პრობლემა არ უნდა იყოს, რომ შევიხედოთ წმინდა გიორგის მარონიტულ საკათედრო ტაძარში, რომელიც 1800-იან წლებში აშენდა, მაგრამ სამოქალაქო ომის დროს, როცა გააფთრებული ომები მიდიოდა და აღმოსავლეთ და დასავლეთ ბეირუთად იყო გაყოფილი ეს ქალაქი და ძალიან სისხლისმღვრელი ომი იყო, ამ დროის განმავლობაში მნიშვნელოვნად დაზიანდა. და როგორც ადგილობრივებმა მითხრეს, ბოლო პერიოდში უკვე 90 ომის დასრულების, სამოქალაქო ომის დასრულების შემდგომ აღუდგენიათ.
მინდა გითხრათ, რომ მარონიტები არიან ერთ-ერთი დიდი რელიგიური ჯგუფი ლიბანის ტერიტორიაზე, რომლებიც არიან პაპის დაქვემდებარებაში ასევე. ნახეთ. მასშტაბები ამ ტაძრის. პირველი რაც განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს, ეს არის სტენსილები კედლებზე. წამოაბა იქეთ გადავინაცვლოთ და ცოტა გავიაროთ ფეხით და დავაკვირდეთ რა ხდება ლიბანის ქუჩებში, ბეირუთის ქუჩებში. ომისგან დანგრეული და ვერ აღდგენილი სახლები თქვენს წინაშე. როგორც გითხარით 1975-1990 წლების განმავლობაში დააფრთხებული ომები მიდიოდა და უდიდესი სამოქალაქო დაპირისპირება იყო აქ. პოლიტიკური პლაკატები, ტეორია, Transpower. Այս ძალიან საინტერესო წარწერა. Nation of sheep ruled by wolves, owned by pigs. Feministური ამბები. Vagina power. სამწუხაროა, რომ ამ წარწერის მნიშვნელობას ვერ ვიგებ, მაგრამ ვეცდები, რომ ვიდეოში სუბტიტრების სახით ჩავსვა. ეს არის ხოლმე ხანდახან ძალიან ესეთ სტერეოტიპული წარმოდგენები ლიბანზე, რომ რაღაც უდაბნოებით არის გატენილი აქაურობა, აკლემებით და ასე შემდეგ. რამდენადაც პირველი ლინკი, პირველი კავშირი ახლო აღმოსავლეთთან კავშირდება რა. და მე აღმოვაჩენ, რომ ერთადერთი ქვეყანა ახლო აღმოსავლეთში, სადაც უდაბნო არ არის და უდაბნოს ნაცვლად კი ხედავთ რა სიმწვანი არის და რა სილამაზეა ამ ქალაქში. ყველგან სტენსილებია, რაც ხვდებით, რაზეც მიუთითებს. აი ეს წარწერა არის ძალიან საინტერესო. Let Lebanon live before I die. ეს იყო 2019-ში დაწყებული დიდი გამოსვლების მთავარი სლოგანი ლიბანში, რომელიც საწყის ეტაპზე მოყვა WhatsApp-ზე დაწესებულ ტარიფებს. თუ არ ვცდები, $6 მოსაკრებელი დააწესეს, რასაც მთელი აღშფოთება მოყვა და გამოსვლები წამებულთა მოწამეთა მოედნიდან დაწყებული, რა ვიცი, ქალაქ ტიროსში მობილიზაციით დამთავრებული. ჯარის მობილიზება, იმედია ყველაფერი კარგად არის და ყველაფერი მშვიდობიანად არის. ღმერთმა დაალოცოს ლიბანი და ლიბანელი ხალხი. უამრავ შენობას ნახავთ სამოქალაქო ომისგან განადგურებულს. და მინდა იცოდეთ და მინდა გითხრათ კიდე ერთი ამბავი, რომ ბეირუთი ძალიან ტრაგიკული ისტორიაა. თითქოს იმ დროს, როცა წელში უნდა გამართულიყვნენ, იმ დროს, როცა იქნებოდა საგანმანათლებლო კერები, უცებ ხდებოდა რაღაცა ისეთი კატაკლიზმა, რომელიც საერთოდ აფერხებდა ამ ქალაქის და ამ ქვეყნის განვითარებას. მაგალითად, პირველი ესეთი ამბავი იყო მე-6 საუკუნეში, როცა დამანგრეველმა მიწისძვრამ მიწასთან გაასწორა ბეირუთი და შესაბამისად ის სკოლები და საგანმანათლებლო კერები საერთოდ გააქრო. შემდგომ ძალიან ბევრი პერიოდი იყო, მაგრამ განსაკუთრებულად დამანგრეველი იყო ეს სამოქალაქო ომის პერიოდი და ბოლოს ყველასთვის ძალიან კარგად ნაცნობი ამბავი 2020 წლის 4 აგვისტოს ამონიუმის ნიტრატისგან გამოწვეული ყველაზე დიდი აფეთქება ატომური აფეთქების შემდეგ, რაც კი ყოფილა დედამიწაზე, რომელმაც 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 300,000 ადამიანი სახლის გარეშე დატოვა. იმდენად ჩვენ აუცილებლად წავალთ და ვნახავთ იმ ადგილს, სადაც ეს მოხდა და ვეცდები, რომ კადრებიც ჩავსვა, რომ უკეთესად წარმოგადგენინოთ.
აქ ადგილობრივებს ხშირად ვეკითხები ხოლმე, რომ რა იყო ის პირველი განცდა, პირველი კითხვა მაქვს ხოლმე ის, რომ სად იყავი, როცა ეს ამბავი მოხდა და მეორე კითხვა მაქვს ხოლმე ის, რომ რა იფიქრე, რა იყო რეალურად ეს, იმიტომ რომ ვიღაცა პორტთან ახლოს იყო, მაგრამ ვიღაცა იყო 50-70 კილომეტრის დაშორებით და ეს აფეთქება იმდენად საგრძნობი იყო, რომ რა ვიცი, არის ცნობები, რომ კვიპროსეც კი იგრძნეს ეს ამბავი. მოკლედ, ლიბანი არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც პოლიტიკური ძალაუფლება განაწილებულია რელიგიურ ჯგუფებს შორის. ეხლა რო ავხსნათ ეს ყველაფერი რას ნიშნავს? 1953 წელს შედგა ეროვნული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა და განაწილდა ძალაუფლება პოლიტიკურ ჯგუფებს შორის. მაგალითად, ლიბანში არის ესეთი დათქმა, რომ პრეზიდენტი აუცილებლად უნდა იყოს მარონიტი ქრისტიანი. პარლამენტის თავმჯდომარე აუცილებლად უნდა იყოს შიიტი, ხოლო პრემიერ-მინისტრი აუცილებლად უნდა იყოს სუნიტი. აი ხა ჩვენ ძალიან ახლოს მოწამეთა, წამებულთა მოედნიდან ძალიან ახლოს მდებარეობს აი პარლამენტის შენობა, სადაც მიიღება ამ ქვეყნისთვის ხანდახან კარგი, მაგრამ ხანდახან, როგორც ადგილობრივები ამბობენ, არც თუ ისე კარგი გადაწყვეტილებები. ბევრი წუნი აქვს ამ შეთანხმებას და მაგაზე დროთა განმავლობაში მოგიყვებით რა და როგორ არის. იქამდე გადავიდეთ და იმედია ხელი არ შეგვეშლება და სამხედროები მოგცემენ ცოტა ახლოს მისვლის უფლებას პარლამენტის შენობასთან. ცოტა ლამპას დაუწიეო, თორე უვიზოთ კი შემოხვედი, მაგრამ მომავალში ვეღარასდროს ვეღარ შემოხვალ. ესე გადმოგცა აქაურმა ლეიტენანტმა ვაგონებზე ეგრე ეტყობოდა. აი მეგობრებო, ეს არის ლიბანის პარლამენტი. რომელიც აგერ კი ხედავთ, რამდენად გახსნილი და გამჭირვალი არის. რამდენიმე საათია რაც ქალაქში გამოვედი და პირველი რაც თვალში განსაკუთრებით მოხვდებათ, ესაა ულამაზესი ყვავილები ქუჩებსა თუ აივნებზე გადმოკიდებული. თუმცა როგორც თბილისი, აქაურობაც ძალიან განიცდის მწვანე სივრცეების ნაკლებობას. რომ დავსერჩე Google-ში და მინდოდა რომ სადმე რამე პარკში ჩამომჯდარიყავი, აღმოვაჩინე რომ ამ ტერიტორიაზე არანაირი პარკი არაა და დაახლოებით 4-5 კილომეტრი უნდა გავიარო მაგისთვის, რომ მივიდე ამათ ესე იგი ცენტრალურ პარკში, რომელიც რაღაც ლიმიტებით მუშაობს, რაღაც დროის მერე საღამოს საერთოდ იხურება და ძალიან სამწუხაროა. თუმცა მაგ სივრცესაც ვნახავთ, იმიტომ რომ საჯარო მწვანე სივრცეები ქალაქის გასააზრებლად, ქალაქის ქსოვილის აღსაქმელად ყველაზე კარგი საშუალებაა ხოლმე. და იქაც ვიღაცებს გავიცნობთ და კაი კომუნიკაციასაც დავამყარებთ. აი თქვენ აქ ხედავთ ქვემოთ რომაელების დროინდელ ძალიან გაუძრო მავთულხლართებში ნამარხებს, აბანოებს. თქვენ ხედავთ ეხა აქ კადრში რომაელების დროინდელ სამარხებს, რომელიც აი ესე არის შენარჩუნებული. დაუნტაუნში ეცადნენ ისე, რომ ძალიან ამოვარდნილი არ ყოფილიყო არქიტექტურა კონტექსტიდან. მაგრამ საკმარისია, რომ 200-ან 300 მეტრი მოშორდეთ დაუნტაუნს და აღმოვაჩენთ, რომ აბსოლუტურად ერთმანეთისგან განსხვავებული კონტექსტიდან ამოვარდნილი არანაირი საერთო რო არა აქვს ერთმანეთთან. ესეთი შენობები ყოველგვარი გენერალური გეგმის გარეშე არის წამოჭიმული. ყველაზე მეტად რაც გვეჩქარება და რაც ძალიან გვჭირდება, ესაა ფულის გადახურდავება და ტრადიციულად ეხლა უნდა მოვძებნოთ ადგილი, სადაც ჩვენ ამას მოვახერხებთ. საქართველოსგან განსხვავებით ეს პროცესი მარტივი აქ არ არის.
იმიტომ რომ შეხვდებით როგორც იატაკქვეშა ფულის დამხურდავებლებს, ეგრეთ წოდებულ შავ ბაზარზე მოქმედ ტიპებს, ისე ნახავთ ბანკებსაც, სადაც შეიძლება რომ ცოტა უფრო განსხვავებული კურსით ფული დაახურდავთ. თან ვიპოვოთ და თან მოგიყვებით 2019 წელს რა ფინანსურ კრიზისში ჩავარდა ლიბანელი ხალხი. მოკლედ 2019 წელს 1 დოლარით შეგელოთ გეყიდათ 1500 ლიბანური ლირა. წარმოიდგინეთ. და ამ წამის მონაცემებით 1 დოლარს როცა დაახურდავებთ, სანაცვლოდ გიბრუნდებათ 89,000 ლირა. წარმოგიდგენიათ ინფლაციის მასშტაბები და ამ მასშტაბებში რა დაემართებოდა ლიბანის ეკონომიკას. Hello, I want to change $100 to lira. How much? Okay. I definitely go in a Forbes list, right? Okay. Go for it. How much? Okay. Done, right? Thank you. It's nothing. ძალიან დიდარი ვარ. ხო, ნუ ეს რაღაცა ხლიცინები არ გვინდა, იმიტომ რომ ყველა განვლილი ინფლაციის უკან განადგურებული და გაუბედურებული ლიბანის მოსახლეობა დგას საბოლოო ჯამში. და ამ ფინანსური მახინაციები და სპეკულაციებით საბოლოო ჯამში უმცირესმა ნაწილმა ელიტებმა ხელი მოითფეს და დანარჩენი ლიბანელები საშინელ დღეში ჩავარდნენ. იმდენად გახშირდა ბანკებში შეიარაღებული თავდასხმები, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში საერთოდ პარალიზებული იყო. ხალხი ძარცვის მიზნით არ იყო შესული იქ და ვიღაცის ფულის წამოსაღებად. ითხოვდნენ თავის კუთვნილ ფულს, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში აგროვებდნენ. ყველაზე გამორჩეული შემთხვევა მედიის ყურადღების ცენტრში, რაც განსაკუთრებით მოექცა, იყო სალი ჰაფესთან დაკავშირებული ლიბანელ ქალთან, რომლის დასაც დაუდგინდა კიბო და თავისი დანაზოგი, რომელსაც ბანკი არ აძლევდა, იძულებული გახდა, რომ შეჭრილიყო სათამაშო თოფით ამ ბანკში და წაიღო ეს ფული დის ჯანმრთელობის გადასარჩენად. და რა თქმა უნდა, ამას საზოგადოების მხრიდან უზარმაზარი მხარდაჭერა მოყვა და ბოლო აპდეიტები არ ვიცი, მაგრამ დიდი სასამართლო პროცესები და განხილვები მიმდინარეობდა და ნუ ეხლა წარმოიდგინეთ, ჰაფეზის უკან მთელი ლიბანი იდგა. იმიტომ რომ ყველა ამ დღეში ჩავარდა საბოლოო ჯამში ამ ფინანსური მახინაციების და სპეკულაციების შემდგომ. ეხლა მე სადაც ვიმყოფები, ეს არის დაუნთაუნის ნაწილი, რომელიც პორტის აფეთქების მერე სამოქალაქო ომის დროს ძალიან მნიშვნელოვნად დაზიანდა და აი კონტრასტები შეგიძლიათ რომ ნახოთ რომელი არის ახალი აღდგენილი და რომელი დროინდელი და ჯერ კიდევ აღდგენის რეაბილიტაციის პროცესში. აუ რა კაი დიალოგი წამაშლევინეს წეგან ჯარისკაცებმა ვერ წარმოიდგენთ. აი ხა ჩემს უკან არის ბეირუთის საზღვაო ბაზა. ხო და იქვე შორი ახლოს ერთი კაი ბიჭი იდგა. გამოველაპარაკე მომიყვა ამბები ამ პორტის აფეთქებაზე მთელი ისა დრამატურგიებით და მერე გამოხტა ვიღაცა ჯარისკაცი, ნუ ამათი უფროსი. და ეხა ჩემ თვალწინო ეგ ყველაფერი წაშალეო. და მერე ქუჩის იქეთ მხარეს გადადიო. ცოტა გადააჯვიო. ეგეც იგრძნობოდა. და ნუ რა მექნა ეხა. აუტკივებელი თავი პირველ დღეს არ უნდა აიტკივო. წამოსვლის დროს კიდე შეიძლება, მაგრამ მაინც. არა უშავს. ეგეთი რაღაცეებიც ხდება. მოკლედ აი ეხა ვაგრძელებ სვლას, რომ მიუახლოვდე მაქსიმალურად იმ ადგილს, სადაც ეს აფეთქება მოხდა. აი მეგობრებო, ამ ადგილას მოხდა ატომური აფეთქების მერე ყველაზე დიდი აფეთქება დედამიწაზე, რაც კი მომხდარა.
რამაც რა შედეგები გამოიწვია, კი გითხარით. 218 ადამიანი დაიღუპა და 300,000 ადამიანი სახლის საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა. ეხლა დღემდე ეთყობა მიუხედავად იმისა, რომ 5 წელი გავიდა მას შემდეგ, დღემდე ეთყობა ყვალი ამ ტერიტორიას ამონიუმის ნიტრატის აფეთქებისგან გამოწვეული. ძალიან დიდი უნებათა ხელვა მოყვა ამ ამბავს, იმიტომ რომ ეს არ ყოფილა რაღაც ჩვეულებრივი ინციდენტი, ხო ხდებით? ანუ ეს იყო დაუდევრობის შედეგი, როცა გემი, რომელიც 6 წლის წინ გააჩერეს და გაჭედეს პორტში, არავინ აღარ გადაამოწმა რა ტვირთი იყო, რამდენად უსაფრთხო პირობებში იყო შენახული, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია ის, რაც გამოიწვია. მოკლედ მოვედით ეხლა დანიშნულების ადგილას. როგორც გითხარით, ეს არის რაუშე, ეგეთი უბანი, ელიტური უბანი ბეირუთის, რომელიც ძალიან ისტორიულიც არის ამავდროულად და პალეოლითის დროის ნამარხებიც არის ძალიან ბევრი ნაპოვნი. უბრალოდ მე ძალიან დიდხნიანი წყვეტა იყო დასახლებების თვალსაზრისით, არაფერი არ არსებობდა და ფრანგული მანდატის პერიოდში ფრანგი დიპლომატებისთვის და ნუ ესეთი ელიტური ხალხისთვის, ღმერთებისთვის გაშენდა ეს უბანი. აი ხა ინფრასტრუქტურასაც რო გადახედოთ და ნახოთ კორპუსების მდგომარეობა, რაღაცა დაცვები, ავტოპარკი და მთელი დრამატურგია რა, რაც დაყვება ხოლმე ძირითადად ესეთი მაღალი კლასის დასახლებებს. მოკლედ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს ეს ადგილი თავისი კაფეებით, ბარებით და ასე შემდეგ. ეხლა მივდივართ ჩვენ დანიშნულების ადგილას, რამდენიმე მეტრი მაშორებს რომ გაჩვენოთ ესე იგი ტრედების კლდე, Pigeons Rock, რომელიც არის ყველა ბეირუთელისთვის და ყველა ლიბანელისთვის იდენტობის ნაწილი რა. იმიტომ რომ მოკლედ ყველაზე ხშირად wallpaper-ები ამისი უყენიათ ხოლმე დესკტოპებზე და ტელეფონის ეკრანებზე. და მოკლედ საფოსტო მარკები იქნება ეს თუ რამე მონუმენტები იქნება, ყველგან ეს ბუნებრივი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არის დატანილი და გამოსახული. აი ხა მივედი ამ ადგილას, აბა მოემზადეთ და 1 2 3 აი ნახეთ. რა სიგიჟეა და რა სილამაზე არის. მოკლედ, როგორც ადგილობრივებმა მითხრეს და იცით რომ ეხლა რაც არ მიჭირს კომუნიკაცია არის ეს ხალხთან, არის ძალიან მარტივად შესაძლებელი რომ ქვემოთ ჩახვიდე და მოკლედ შეისეირნო ამ კლდეების სიღრმეებში და ნახო როგორი არის შიგნიდან. ხო და მე ეს ამბავი ძალიან მომეწონა და გარდა იმისა რომ ესე გარედან დაგათვალიერებინებთ, ეხლა ჩავალ ფასების ამბებსაც გავარკვევ, დროის ამბავსაც გავარკვევ, როგორ იქნება შესაძლებელი და როდის იქნება შესაძლებელი, მე ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს პრობლემა ეგრევე რომ შემიყვანონ. და მოკლედ შევიხედოთ, აბა და ვნახოთ ის, რაც ყველაზე ხშირად უყენიათ დესკტოპზე ლიბანელებს, როგორი არის შიგნიდან და როგორი არის უფრო ახლოდან. აი მგონი ვიპოვე ჩასასვლელი, რომელიც აი აქედან ჩადის. Hello, can you speak English? My name is George. What's your name? My name is Abu Ali. Abu Ali. Nice to meet you, Abu. So I need a boat and I need to go inside the rocks. So what will be the price? Not touristical price. I'm a half Lebanese. Yep. One people? Yeah, one people. $20. $20. Can you give me some sale and make it for a $50, please? 1.5. It's good. 20. 1.5 and go. 20 go. 1.5 and go. 20 go. 1.5 and go. Like and subscribe, right? Give me a sale. My subscribers. Yeah. What is your name? Small boat. Like. What is your name? Private. What is your name? We will be. No. What is your name? What's the name? Abel. Abel. We will be alone, me and you, in the boat, or there will be like a lot of people.
يلا $20. $20. The final price, $50. Okay? Boat, small boat. Small boat with a one private. person, private. $50. Deal? Yes. Okay, got it. Let's go. Let's go, bro. Let's go. მოგლე ძალიან გააფრებული ვაჭრობის მერე გადავწყვიტეთ რომ მივსულიყავით კონსენსუალურ გადაწყვეტილებამდე, იმიტომ რომ ეს ქალაქი და ეს ქვეყანა ხო კონსენსუსების ქვეყანაა. ну ხშირად არა, მაგრამ მაინც. ხო და საბოლოოდ გააფრებული ვაჭრობის მერე ჩვენმა მეგობარმა bro, what is your name? Can you tell me more? Once more? Abu? My name is Abed. Abed? Yes. Abed. Okay, my name is George. George from Georgia. Yeah. Let's go. Okay, this way. ხოდა მოკლედ აგერ $15-ად წაგვიყვანს, შეგვიყვანს, შეგვასეირნებს და ცოტა რა ვიცი ისტორიებსაც იმედია მოგვიყვება რა. How long are you working here? How long you work here? No, we speak English. No, English. Shwaya, right? Yes. Okay. Es shwaya არ ვიცოდი რა იყო და მე მითხრეს რა. No, la. Okay. No. How old are you? 5 caves with no share. Okay. Okay, let's go. ნახეთ. Lebanon good? Lebanon the best. Lebanon good. Raush. Good. Raushe. Come to and Raushe. Come to Raushe. Like. Habibi, like, share, subscribe. Yes. خدا წეგან ეხა ბარემ შემთხვევით ვისა YouTube. I will show you later my YouTube channel. ხოდა წეგან მის მეგობრებმაც მთხოვეს YouTube-ის არქივა შეგვახედეო ერთი და ნახოთო მაგის მიხედვითო გაგიკეთებთ ფასდაკლებებსო რა. ხოდა მოკლედ რო ვაჩვენე ჩემი 164 subscriber-ი ყველას ეთყობა ხოლმე რა იმაზე რეაქციებზე და რაღაცა მიმიკებზე, პანტომიმიკებში შეგიძლია დაიჭირო, რომ ეს ვინ არის და ამდენი შეიძლება ამის ძმას ყავდეს, რომელიც სტრიმავს რაღაცა ვიდეო თამაშებს და დაწყებული აქვს ბოლო 1 თვის წინ რა. ხო და მეგობრებო, კი არ მომწონს ეს რაღაცა ტრენდული ამბები, მაგრამ გეხვეწებით, გემუდარებით, დამილაიქეთ, დააკომენტარეთ და subscribe-ი რაც თავარია, იმიტომ რომ გაცილებით უფრო თავდაჯერებული ვარ ხოლმე ესეთ დროს, აი რაღაცა ისეთი სიმორცხვის განცდა შემიპყრობს ხოლმე, როცა ჩემ YouTube channel-ს მთხოვენ და იქ მოლოდინი აქვს, რომ რაღაცა რამდენიმე 1000 subscriber-ი დახვდებათ მინიმუმ და უცებ აღმოაჩენენ, რომ ეს არის რაღაცა 164 subscriber-იანი YouTube-ი, რომ აუცილებლად უნდა დაალაიქოთ და გამოიწეროთ და დამაფოლოოთ, რაც ყველაზე მთავარია. აი, ხა, ესე გამოიყურება ეს ადგილი, სადაც ჩვენ ვართ. YouTube? Okay. George, where is the space? From Georgia. აი, ინსტრუქცია მოკლედ. Yep. Go subscribe. Okay. Whoa, ნახეთ, ზარის ღილაკიც ჩართო ჩვენმა ძმამ. Thank you, bro. Thank you, bro. 165 subscriber-ი ყავს ჩვენი ძმა. Salam alaikum. Thank you. My name is George. What's your name? What? Helmi. Nice name. What's your name? Mustafa. Nice to meet you, Mustafa. I'm from Georgia, Tbilisi, North America, country. Yeah. Check. Captain. Captain? What's your name? Who captain? You are the main captain. Yes. Okay. You're the second captain. Big captain. He's an assistant or he's a bigger? Captain and this driver. Who is the captain? This. You're a captain and you're a driver, right? Yeah. Okay. So we are waiting a boat, right? Bro, how many minutes? 2 minutes. 2 minutes. Okay. أنا مشهده كيس إما بيذبح حالي. Okay. I'm from Somalia. Somalia? Yeah. Oh, okay. So where are you from, bro? Nepal. Lebanon. Okay. Nepal? Yeah. From Kathmandu? You see his face? Yeah. You are from Kathmandu, right? Yes. Okay. I got it. So he born here in Lebanon. okay, but he's from Kathmandu, right? From Everest. Yeah.
ტურისტები მეტნაკლებად არიან. იმის ფონზე რაც ჩვენ newsfeed-ზე ჩანს ხოლმე mainstream მედიიდან ბეირუთზე და ზოგადად ლიბანზე. Let's go. კიდე კაი რაოდენობა არის. ინფლაცია და პოლიტიკური ამბები კი მაქვს მოყოლილი და ნუ რაღაცებს მერე პერიოდულად დაგაწევთ ხოლმე და დაგააპდეითებთ რა რთულ მდგომარეობაში არიან ესენი ყველა. Let's go, Captain. Let's go. Captain Ahmed. Hey, can I play? Okay. Oh. My friend, TikTok plus million. Your TikTok? Yeah. You are a famous guy? Oh, really? Okay. That's not good. It's good. Can you repost my video on TikTok? Of course. Okay. Now კი არ იცის რომ ხა ამ დაპირებას. No, yeah, I have a TikTok channel also, but it's too small. I just started. Okay. Show you. Okay. ამას უყურეთ. 150,000 subscribers, 3,100,000 like it. Amazing, bro. Amazing. You are a really famous guy, right? How old are you? 25. How many years are you working here? My dad is born here. Ah, okay. I studied and then go to work. Okay. It's like a 5 or 4 years. I studied first. No, when I was kid, I only come here in summer. Okay. Vacation. When I have vacation. Where did you study? Hospitality management. Hospitality management. Okay. Okay. So where? In which university? LIU. Where it's located? Here, Beirut. Ah, in Beirut? Yeah. Okay. So, okay. How many trips do you have for one day? Trips? I know that it depends on season, but average. Like 6, 7, 10, 15, 5, Okay. 4. Okay. We don't know. Okay. ნახეთ ხალხო. ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ჩვენ ცნობილ TikToker-თან ერთად, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიწეროთ მას შემდეგ, რაც ჩემ TikTok-ს და YouTube-ს გამოიწეროთ. აი, ერთი წრე შემოვარდით ახლა ამ ამბავს. აი მე იმ ადგილზე მოგიყვებით ერთ ძალიან საინტერესო ისტორიას რო ავალ. ჩავივლი ბარემ და გეტყვით რატო არ არის ათვისებული და რა არის ამ ყველაფრის მიზეზი. იმ სხვა აუთვისებელ შენობებთან ერთად, რაც ამ სიახლოვეს ხდება. ეს ნახე. ცოტა კლაუსტროფობიამ ჩამაჭირა, მაგრამ არა უშავს. სიგიჟეა. Wow. Can we go inside? No? A little bit. Is it their space? That's right. მეგონა რომ ტრიპი დასრულდა, მაგრამ აია აი ეხა კი ჩამაჭირა ჩემმა კლაუსტროფობია.
შეგავი არ ეკატრებათ. არავის, არც დამკვდებსაც და არც ვინც აღებაზე და შეგროვებაზეა პასუხისმგებელი. როგორც გითხარით და არაერთხელ აღმინიშნავს, ბეირუთი არის კონტრასტების ქალაქი. თქვენ შეგიძლიათ აქ ნახოთ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული სუბკულტურები, რელიგიური ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთში თანაცხოვრობენ. ოღონდ როგორც მოგიყევით, ამ თანაცხოვრებას რა თქმა უნდა თავისი ბევრი პრობლემები ახლავს ხოლმე თან და ეს პრობლემები ხშირად ომებში, სამოქალაქო დაპირისპირებებში და პოლიტიკურ ბატალიებში გადაზრდილა ხოლმე, მაგრამ მაინც დგას ბეირუთი, მაინც დგას ლიბანი, როგორც ეს მტრედების კლდე ურყევად და სიმბოლოდ იმისა, რომ ბეირუთი ცოცხალია და ბეირუთი იცოცხლებს მომავალშიც. აი ნახეთ. კიდე ერთხელ რა სილამაზეა. გასაოცარი სილამაზე. აი სანაპირო ზოლი ხმელთაშუა ზღვის ალღები. აი იქეთ მოწყობილი ქვემოთ პატარა ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ჩახვიდე და შეიხედო სიღრმეებში. აბა წავიდეთ. ეხა გამოვიძახე ტაქსი. Uberi მითხრეს, რომ ყველაზე ისეთ დაცულად რო იგრძნო თავი და სანდოთ გამოვიყენო. $3 არის მანძილი აქედან ჩემ უბნამდე, სადაც რამდენიმე საინტერესო კვების ობიექტი შევათვალიერე და მოდი ვნახოთ და ამოვარჩევ ერთს და შევჭამ. და მერე დაგათვალიერებინებთ ჩემს სახლს და მერე როცა დაღამდება გაჩვენებთ კიდე რა თვალსაზრისით ვამბობ, რომ რატო არის განსაკუთრებულად ეს ქალაქი კონტრასტების ქალაქი. რაც შეეხება იმ ადგილს, წეგანაც დაგპირდით, რომ ეჩვენებინა და მოკლედ მიტოვებულია და დავსვი კითხვა რატო არ აშენებენ იქ რაიმე ინფრასტრუქტურას რაღაცა ტურისტებისთვის, მაგაზე პასუხი არის ძალიან საინტერესო. მოკლედ თქვენ როგორც გითხარით, აქ დიდი სამოქალაქო ომი იყო, რომელიც 15 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. და მოკლედ როგორც ადგილობრივებმა მითხრეს, იმ ტერიტორიას, ისევე როგორც სხვა ბევრ ტერიტორიას, სამოქალაქო ომამდე სხვა მფლობელთა ჯგუფი ყავდა, სამოქალაქო ომის მერე ვიზშიც კონცენტრირდა ხელში პოლიტიკური ძალაუფლება სხვა მფლობელი გაუჩნდა, ხოლო პოსტ სამოქალაქო ომის პერიოდში, როცა შედარებით უფრო სტაბილური გარემო შეიქმნა, მაგ დროს კიდე ახალი მფლობელები გამოუჩნდა. შესაბამისად, დღეს ამ საკუთრებას ყავს დაახლოებით 30 მეპატრონე და ფიზიკურად შეუძლებელი არის, რომ რაღაცა ერთ კონსენსუსზე შეთანხმდნენ და ძალიან სამწუხაროა ხოლმე, რომ ესე მიტოვებულია და ჰაერში დარჩენილი ეს ადგილები რა. ძალიან ბევრ ადგილს შეხვდებით მსგავს სტრატეგიულ ადგილებზე, რომელიც მიტოვებულია და სამწუხაროდ ძალიან დიდი დავები მიმდინარეობს დღემდე, მაგრამ არ ამგონია ხა ამათმა სამართალი ნახონ იმ ფონზე, როცა შეიძლება ყველას თავისი სიმართლე კონდეს რაღაც თვალსაზრისით. Hello. One person? For one person? Can I sit? Okay, thank you. აჰა. ნახოთ აბა, რაღაცა ისეთ სახლური გარემო არის. ოპა, აქ როგორც შევხედე, მაკარონიც ყოფილა. და ეს კი გადამგდები და მათ ხო არა კაცია, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ აქ იმედია კაი ადგილას
წუთიანი ლოდინი ამხირდა. აი ნახეთ. ესე იგი, მოდი დავიწყოთ ჰუმუსით, რომელიც ლიბანური იდენტობის ნაწილია, როგორც მტრედების კლდე. და ეს კულინარიული ომები ხშირად იცოდეთ, რომ პოლიტიკურ ომებშიც გადაზრდილა და ამაზე მე ცოტა უფრო წყნარ გარემოში მოგიყვებით დეტალურად რა. როგორც ხედავთ, ძირითადი ინგრედიენტი არის ბარდის პასტა, ტაჰინი, ნიორი, ლიმონის წვენი და არა ლიმნის, აქედან ჩემ ქართულის მასწავლებელს მოვიკითხავ, ქალბატონ ელისოს, ზეითუნის ზეთი, მარილი, ძმარი და სანელებლები გემოვნებით, როგორც გემრიელი აჯიზე, ყველა კერძის აღწერა სრულდება ხოლმე. ეხლა რაც შეეხება ტაბულის, ესეც ამათი ეროვნული სალათა, არ ვიცი, იდენტობის ნაწილია ესეც ამათი და მთავარი ინგრედიენტი, რასაც ხედავთ, არის წვრილად დაჭრილი ოხრახუში და პომიდორი, თუ დააკვირდებით კარგად, ხახვი, ხანდახან შეიძლება მწვანე ხახვიც იყოს, ზეითუნის ზეთი და მარილი ასევე და ჩვენი მთავარი კერძი, ეს არის ვაზის ფოთლის რულეტები, რგოლები, რომელიც არის გატენილი ბრინჯით, ხახვით, ნიორით, პომიდორის პასტით, მოსხმული აქვს ლიმონის წვენი და აქეთ არის საქონლის ენა, მოხარშული და ესე წვრილად დაჭრილი და ძალიან უხდებაო, მოკლედ ესე მითხრეს და აქ გვაქვს ასევე პეპსი. დაუჯერებელია. ბრავო. ყველა მიზეზი არსებობს, რომ 10 ბალიან შკალაზე 10-დან 10 დაუწერო აკაურებას. და ნაირ აპეტაიზერად რომ ესეთი სხილი მოაქვს ხოლმე. ჩვენიერი ჭამა გამოვიდა, 30 ლარი გადავიხადე ამ ყველაფერში. რაც არის, ძალიან მშვენიერი ფასი. Le Chef 30 ლარი გადავიხადე ყველაფერში, Le Chef. აუცილებლად უნდა ესტუმროთ მომავალში. ვინც ჩამოხვალთ ბეირუთში. ძალიან ისეთი სახლური გარემო არის. ჩვენიერი გემრიელი საჭმელებით რა. არჩენი ვნახოთ. ეხლა როგორ იქნება. ეხლა გავუყვები გზას. და წავალ მოკლედ სახლში. ჩემი GoPro თავის სათადარიგო ელემენტებით ყველაფერი ამოვწურე, დამიჯდა. და აუცილებელი არის რომ განვაახლო და დავტენო და გავცოცხლდე. თან სახლსაც დაგათვალიერებინებ, სანამ დაჯდება. ბატონი ჯუმბერი მიყურებდეს ეხა. კაცმა ველოსიპედი შემოიარა მთელი მსოფლიო და მეხუთე სართულზე 10 შესვენებით ავდივარ. მაგრამ პირდები ჩემ ძვირფას ბატონ ჯუმბერს რომ ჩავდგები ფორმაში და შემდეგ ტრიპში გაცილებით უფრო მომზადებული მოვალ. აი ნახეთ. ხედი არც თუ ისე ცუდია. აი ეს ნაწილი მომეწონა ძალიან დილით რომ გამოვედი. ნახეთ. და აიუნიდან ოდნავ ზღვაც ჩანს. ის განცხადება ხო გახსოვთ? იყიდება ბინა ზღვიდან 250 კილომეტრში და დაახლოებით ეგრე არის. ზღვის ხედით, ოღონ აი ხა გაჩვენებთ. აი ამ საკუჭნაოში ვცხოვრობ. ამჟამად, რომელსაც დაგათვალიერებინებთ. ცა. გაიღო. აჰა, შემოვიდით. ჩემ მოგრძალებულ აპარტამენტში. ცოტა ხმამაღალი ნახევარია, მაგრამ მაინც. ესე იგი. საწოლი. აქეთ მაცივარი, რომელიც ჯერ არ ჩამირთავს. ტელევიზორი არ ვიცი მუშაობს თუ არა, მაგრამ მე მაინტერესებს თქვენთან ერთად და მინდა განხილოთ თუ მუშაობს. რა არხები არის, იმიტომ რომ ჩემი ჰობი არის, ეგ ვნახო მეინსტრიმ არხები და რაღაც გადავიდეთ და ვნახოთ ვირაზე ლაპარაკობს და ასე შემდეგ. და მოიცა, აჰა. ეს არის ესე იგი სამზარეულო პატარა. მოიცა, ეხა გაჩვენოთ ზღვიდან 250 მეტრში ვერ ვლაპარაკობ, ისე დავიღალე ბოდიში. აჰა. ეს არ არის ეს ხედი. გამოვედით აიოანზე და აი ვიქირავე სახლის ზღვიდან 250 მეტრში. მოკლედ გავცოცხლდი.
ეხლა ჩამოვედი ქვემოთ სრული აღჭურვილობით და მზად ვარ რომ წავიდე და დღევანდელი პირობა შევასრულოთ. თქვენთან ერთად ვნახო ყველა ბარი, რომელიც ამ გაყოლებაზე არის და ერთად აღმოვაჩინოთ როგორი არის ბეირუთის ღამის ცხოვრება. რა ძალიან მაინტერესებს. წესი თურიგო არ უნდა იყოს. აბსოლუტურად ფხიზელი ვარ. ალკოჰოლური ინტოქსიკაცია არის 0-ს ქვემოთ. მაგრამ ნუ ნახოთ ეხა 1-2 საათში როგორ ვიჭიკჭიკებ. ჩვენიერი საღამოა და როგორც დავბრენდეთ უკვე ეს ფრაზა, ყველა მიზეზი არსებობს, რომ ეს დავლიოთ, გამოვტყურეთ და არა ფხიზლები დავბრუნდეთ სახლში. პირველი საუნდები. Hello. Hello, sir. Hey, how are you? Fine, you? აბა, ჩვენი პირველი შოთი უნდა დავლიოთ აქ. Hello, sir. How are you? Yeah, George. I did my thing and I ain't mad at you. I patted you on your back for your good deeds, but the extraordinary mood swings I don't know. მოდი ამ ჩიქით ჩვენ დღევანდელ პირველ დღეს გავუმარჯოს ბეირუთში და ღმერთმა დალოცოს ბეირუთის, ლიბანის და საქართველოს ხალხები. ამინ ალილუია. აგერ ჩვენმა მეგობარმა მითხრა რომ ბასიანზეა ნამყოფი და მიესალმეთ ჩემი საბსკრაიბერები ყველა ძალიან საინტერესო და კაი არის ის ამბავი რომ ვიღაცა ესე შემოდიხარ ბეირუთში საერთოდ ისეთ ადგილას სადაც 0 მეგობარი ყავს და უცებ აღმოაჩენ ადამიანს რომელიც საქართველოში ნამყოფია და ბასიანზე მოკლედ დიდი ამბები და თავგადასავლებია გადატანილი. მოკლედ მადლობა ამ ადგილს. აბა ეს ნახოთ აქ რა ხდება. რა მდგომარეობა არის. Okay. Hello. Hi, sir. How are you? Good, and you? Yeah, fine. Yeah. Today, I have a challenge. I have to drink. Okay, what's up? Okay. You're a new guy, right? Okay. There is a new sheriff in town. Hello. My name is George. Hi, George. George from Georgia. So, Chef, today I have a challenge, bar crawl challenge. So it's my second shot, and I need cheapest tequila. How long are you working here? 22 years. 22 years in the same place or in this industry? No, 22 years here in this place. Oh, you are really a hero, right? Come on, you are the owner? One of the heroes. Yes, I'm the owner. Okay, co-founder or founder? Sorry? Co-founder or founder? You're only one owner? Only one owner. Yeah. Okay. აგერ ძმაო, კოოპერატივი კი არა, კაც, მარტო თვითონ ზის ბიზნესში. I have a lot of friends in Georgia that they have bars. Okay. One of them, his name is Temo. Temo. What is the name of the bar? I forgot. Okay. Temo is the bartender and the owner. Has a big beer. Very The big cool guy. beer. I'm Mowikikot Temo. You can send some greetings to Temo. Okay. Hello, Temo. How are you? We miss you so much. Forgive me because I forgot the name of your bar. Okay. And probably he's gonna come this summer. He comes here Probably. every summer, yes. He definitely will see my video. I think so. How do you say thank you in Georgia? Madoloba. Madalova. Okay. Okay, Madalova. And cheers. Cheers. Okay. ამ ჭიქით ყველა ჩემ მოქმედ და მომავალ subscribers გაგიმარჯოთ. 170 კაცი ვართ ამ წამის მონაცემებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ვიქნებით მომავალში. Wow. Let's go. It's like a science for you, right? Yes. Okay. Let's go. Cheers. Thank you. აბა ვნახოთ. საფირმო სასმელი ამათი როგორია. მოკლედ
რამდენ ბარს გაუკაჩავ, დაწერეთ კომენტარებში. ძალიან მაინტერესებს თუ დაემთხოვა თქვენი მოლოდინები. თან ნუ მინიშნებას იმას გეტყვით, რომ მანამაიც პრო არ ვარ ეხა დალევაში. აგერთმაო. კაცმა მე პატივი მცა. სასწაული კაცია და მადლობა აქედან. ჩვენ ძმას ძალიან დიდი. $4 და 25 ცენტი. Thank you for everything. Habibi. Habibi. See you. ეხა რასაც თქვენ გინდათ, იმას გაუმარჯოს. $50,000 რაც არის თითქმის $5. ალკოჰოლური ინტოქსიკაცია იწევს. ვისაც ჯერ არ დაგიწერიათ, რამდენი ბარი შეიძლება რომ გავკაჩავ, დაწერეთ, მაინტერესებს გამოიცნობ თუ არა. აღონ ეხა არ დამიწყოთ რაღაცა მალა ლიტრაში გადამთელი ამბები. ალკოჰოლთან მანდა მაინც კარგად არ ვარ, მაგრამ სხვა რაღაცეებში ძალიან გადამდგარი გენერალი ვარ და იცის ეს ხალხმა ძალიან კარგად თან. Hello. Hi, Keeper. Hello. Guys, I have a challenge. It's a bar crawl challenge for today. Bar crawl challenge. Okay. It means like I'm starting for what? You are going live? No. It's I will edit it so you can speak everything you want. So I just started my YouTube channel and I traveled in say hi to Georgian and Lebanese people. Georgia? Yeah. Georgia. Hi, Georgia. Oh, okay. Thank you. You are welcome. Okay, I need 1 shot of tequila. Only one? Only one. I'll make you one cocktail if you like. No. Only 1 shot of tequila, right? Yeah, we're gonna do a round with you. Okay. Yalla. Yalla. Tequila. Tequila, but because I have a challenge, I started from the very first bar here, and I'm going to the exit. In every bar, you will in take a every shot? bar, 1 shot of tequila. Yeah. Let's see what will happen. Okay. Cheers to you. You are a pro. Cheers, guys. Cheers. Cheers to Georgians and God bless Georgian and Lebanese people. God bless you guys. And Armanis. Of course. Thank you. Cheers, bro. მოკლედ გაუმარჯოთ ამ ხალხს. იცოდეთ 16 MM-ში ყველა მთელი საქართველოს უნდა მოხვიდეთ აი ამ ადგილას. Yep. Cheers, man. Cheers, guys. See you. I'm staying here for 10 days and I will definitely come here again. Yalla. Okay, thank you, sir. Okay, კაი. ესე იგი 16 MM-ი აუცილებლად უნდა შეხვიდეთ და ესტუმროთ ამ ბარს. კაი. მაგრამ მეგობრებო, თან არ არის ეს ურიგო იდეა, საერთოდ რომ ლოგერი არ ყოფილიყავი და GoPro დამეჭირა. ხო და აი, ერთ რაღაცას გთხოვთ რა. აი თავდაჯერებულობა შემმატეთ, გეხვეწებით. კი ამ ვიდეოში დაგტანჯეთ და 350 ჯერ ვიძახი რომ დამაფოლოვეთ ხო, მაგრამ და ერთი follow, ერთი like-ი, გაზიარება, ჩაუგდეთ მეგობარს, თუნდაც ის რო ნახე რა შტერი კონტენტი აქვს. რო რაღაცა უფრო თავდაჯერებული ვიყო. ეხა გახსნა და რაღაცა რამდენიმე ასეული subscriber-ი მყავდა და ყველაფერი კარგად უნდა იყოს. თუ არ იქნება, მაინც კარგად იქნება. გაგვიმარჯოს. Cheers. იდი არ გადამახტევინეს. Gisa in the house. Cheers, bro. So many thanks. Habibi. It's a slot. Is slotები არ არის, ეს სხვა slotი არის. Can I have shots? Yep. Yeah, come. Sure. Oh. Come here. Let's go. I have a challenge. What's the challenge? Sit here. I have a Challenge. What do you want to do? 1 shot of tequila, only
tequila. Yeah, Bar Crawl challenge. ყველას გაგიმარჯოთ, ვინც დამაფოლოვებს და ვინც არ დამაფოლოვებს. ყველას. Cheers. Oh, really? Don't worry about Next it. time. Yeah, next time. I'm gonna wait for you, okay? Thank you, bro. Habibi. Anytime, man. დაუჯერებელია, მეგობრებო. უფასოდ სმების ცოტა ეხა უკვე უხერხულობაში ჩავარდი. სლოტში მიდით. აი ამ ხალხთან მიდით. აი ეს კაი კაცი არის. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ. ეს არის არ მახსოვს მე რამდენი ჭიქა არის. ლოს ბარში როგორ არ უნდა შევსულიყავ. სავარაუდოდ შვენიერი ტეკილები უნდა გქონდეთ. დარმა ინიციატივის იატა ქოშეთში, დარმა ინიციატივის ბუნკერში გაკეთებული და აბა ვნახოთ რა ამბავი დაგხვდება აქ. ისევ თქვენ გაგიმარჯოთ. Cheers. What is your name? Halim. Halim. ძალიან დიდი მადლობა ხალიმს მორიგ ჯერზე. Bro, thank you so much. Enjoy it, huh? Okay. დაუჯერებელია. აქ რა ხდება? ფული გადამახდევინეთ ვინმე ჩემი. Hello. One shot of cheapest tequila. Best tequila, I have Patron. Cheapest, the low price. يعني good tequila ولا I have Patron, I have 1800. When გაგიმარჯოთ. ასე მტერი დაგვეცალოსო. Bro, thank you for everything. God bless Lebanon. Ikishia. Ide დამპატიჟეს. ლებავე. იცოდეთ და შედით. Აბა შევიდეთ. Okay. Hello. Hi. Are you a vlogger? Yep. I'm trying to be a vlogger. You're trying to be a vlogger? Yep. Just started. Not for you. Okay. Got it. I have a bar crawl challenge for today. It's my 29 shot and I'm totally drunk. I need a sheriff here. და მე რამდენი subscribers გაუმარჯოს, არ მახსოვს, მაგრამ გაუმარჯოს. Cheers. დანიელი, რომელიც მუშაობდა სომალში, მე მუშაობდა საუდებთან და არის What's your job? Can you say For sure. So I'm an aerospace engineer by trade, but right now I'm a blockchain engineer. You know, so I work on everything cryptocurrency based. Okay. And back in Congo, I used to work as a metallurgist in a mine. Okay. At my family's electricity company. And yeah, it's just different technologies, you know. So yeah, that's what I work on. Okay. Yeah. It's good. So how long you stay here? Me, it's been 1 month. 1 month, Yeah, right? I was traveling before. Yeah. Okay. And what's your plan? Where are you going? Like Dubai. In Dubai, right? Yeah, Maybe. for sure. Okay. Yeah. There's a lot of money there. Exactly, that's Yeah. the point. Yeah, 100%. Okay. That's why you're moving there. Yep, right? yep. Okay. You was born here and Yeah. raised here, right? Yes, yes, yes. And in which age you decide to go out? At age 19. Yeah. 19. Yeah. Okay. So to explain my subscribers and Yeah. the future subscribers, Yeah. what you are doing exactly? For What sure. is your job? For sure. So I've invented an energy technology, which I won awards for back at my university, the American University of Beirut. And essentially, I just develop technologies. I invent new technologies and I execute them into the marketplace. So Perfect. Yeah. So
We didn't order shots. Let's order. Okay, go for it. Let's go for it. მე რამდენი არ მახსოვს, მაგრამ ყველაფერი კარგად არის. I'm so drunk, bro. You are making my Guinness record. Okay. So, cheers, bro. Here. Okay. Cheers. Cheers. უცდა მე რაღაცამდე არ მახსოვს. საათში დავრბოდი 35 კილომეტრს. ომიანობის პერიოდი იყო რა. What's your religion? I'm pantheist. Okay. You know atheist? Yeah, I'm the opposite. Okay. Yeah. I know it. I know Yeah. it. Okay. I'm Orthodox Christian. Nice, nice. Yeah. So, what is your beliefs based on? What kind of meme coins or coins will blow up? Now they come to market every day. You know, new ones. What do you believe is? Myself, I like major coins. You know, so not buying major coins like. How many bitcoins do you have in a Binance account? Do you want to see? Yeah. Okay. Let's see. Okay. I'll show you the deal that's going through right now. Okay. Here. Come on, bro. This is the deal that's going through right now. Okay. So 9,000 Bitcoin. Well, WBTC, wrapped Bitcoin. Come on, bro. Yeah, that's the deal that's going through. Adbalian სკალაზე 9.2 ვარ მთვრალი. ამეტანი ბევრი დაულიე. აი ჩემმა ახალმა გაცნობილმა კრიპტოძმამ ამეტანი ბევრი დამალევინა. მაგრამ ნუ ნახოთ. ჯერჯერობით სტაბილურად მძიმე მდგომარეობაა და შენი ვნახოთ. ნიშნულების ადგილას რო მივდივართ, მაგაში ძალიან დარწმუნებული ვარ. ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ადბალიან სკალაზე გამოიყურება როგორც 9 და 3. ძალიან მძიმე მდგომარეობაა, მინდა გითხრათ, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება. მე რამდენი ტეკილა არ ვიცი, მაგრამ let's go for it. Let's go for it. Armodgena არ მაქვს 3%-ზე არის ჩემი GoPro და მე რამდენი ჩიქა არ ვიცი, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება.